სასწავლო წლის დასასრულს მოახლოებასთან ერთად სასკოლო ექსკურსიების დაგეგმვაც იწყება. ქალბატონებო და რა უნდა გავითვალისწინოთ მასწავლებლებმა და მშობლებმა, როდესაც მოსწავლეების გასვლით აქტივობას გეგმავენ. თემას სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ხუციშვილი შემოგვიერთდა დილა მშვიდობის. მადლობა, რომ ამ მნიშვნელოვანი თემით ხართ სტუმრად. მადლობა თქვენ. ყოველ წელს პირიქით მადლობა მოგწანებთ. ყოველ წელს დგება ეს პერიოდი, ბავშვებს ძალიან უხარიათ ბუნებრივია, მშობლები ცოტა ისე ვართ ხოლმე, სხვა ფუსფუსი მოდის მშობლისთვის ასე დროს. მშობელსაც და ბავშვსაც უხარია. კი ბატონო. და ბუნებრივია ყველაფერი გვაინტერესებს თუ რა უნდა ვიცოდეთ ასე დროს. ყოველ წელს ვიღებთ იმ გამოცდილებას, რომ რაღაც გავითვალისწინოთ, მზად ვიყოთ, რა უნდა ვიქონიოთ თან, საიჯობია, რა მიმართულები ჯობია წასვლა და ზოგადად რა რეგულაციები არსებობს, რომ დაცული იყოს ყველანაირი უსაფრთხოების ზონა. კი ბატონო, დავიწყოთ რეგულაციებით. სასწავლო ექსკურსიას გახავთ, მოდით დავიწყოთ განსაზღვრებით, რას ნიშნავს სასწავლო ექსკურსია. ეს გახავთ სასწავლო შემეცნებითი ან გასართობი გასვლითი ღონისძიება, რომელსაც აორგანიზებს სკოლა. ანუ სკოლის თანამშრომელი, ეს შეიძლება იყოს მასწავლებელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი და სხვა სახის სპეციალისტი. სასწავლო ექსკურსიებს არეგულირებს ორი დოკუმენტი, ეს გახლავთ 2019 წლის განათლების მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი და ასევე ეს გახლავთ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი, რომელშიც ერთ-ერთი მუხლი განსაკუთრებულად ხაზგასმულად უკავშირდება ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ორგანიზებულ გასვლით ღონისძიებას, ეგრეთ წოდებულ ექსკურსიას. მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტი, ეს გახლავთ 2019 წლის აქტი. ამ აქტით განისაზღვრა ის, თუ რა მოსამზადებელი, წინა მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაატაროს ექსკურსიის ორგანიზატორმა. დაახლოებით 10 დღით ადრე ორგანიზატორი განსაზღვრავს ექსკურსიის ლოკაციას, ექსკურსიის მიზნებს, ამ ლოკაციაზე განსახორციელებელი აქტივობების ნუსხას, ვინ იქნება ექსკურსიის მონაწილე, რამდენი პერსონა. კი ბატონო, ვინ იქნება ამ ბავშვებთან ერთად ზრდასრული ასაკის მონაწილე ექსკურსიისა. აუცილებელია, რომ ექსკურსიის შემადგენლობაში შედიოდეს პირი, რომელსაც აქვს გამოცდილება პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით. ასევე გასათვალისწინებელი წარმომადგენელი თუ მშობელი შეიძლება იყოს, რომელსაც კვალიფიკაცია ან თუნდაც პროფესიით არის. ეს შეიძლება იყოს სკოლის ექიმი, ექთანი ან მშობელი ან მასწავლებელი თუნდაც, რომელიც გადამზადებულია ამ მიმართულებით. ასევე მინისტრის ინდაქტით დადგენილია, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ ექსკურსიის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალებას, ახლა ინდაქტშიც არის გაწერილი გარკვეული ვალდებულებები, თუმცა უფრო მეტად საგზაო მოძრაობის შესახვევის კანონი არის აქ საყურადღებო. ვინაიდან ამ კანონით განსაზღვრულია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში უნდა კონდეს სატრანსპორტო საშუალებას ტექნათვალიერება გავლილი. მძღოლი აუცილებლად უნდა იყოს გამოცდილი და შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე, მას 5 წლიანი გამოცდილება მაინც უნდა კონდეს ამ კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების მართვისა, ასევე მძღოლს უნდა კონდეს ბოლო 1 თვის განმავლობაში აღებული ცნობა ნარკოლოგიური შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან, რომ ის არ არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი ან არ არის აღრიცხვაზე, აი ორივე ტიპის ცნობა არის აუცილებელი. გარდა ამისა, თვითონ სატრანსპორტო საშუალებაში აუცილებელია იყოს ექსკურსიის მონაწილე პირთა რაოდენობის შესაბამისი სკამი, რომელიც აღჭურვილია ღვედებით და ღვედებით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ზუსტად ექსკურსიის ორგანიზატორი პირი, რომელიც აქცევს ბავშვებს ყურადღებას. იცით რა, უკანა სავარძლებზე თითქოს საჭიროდ არ მიიჩნევენ ხოლმე ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვების შემთხვევაში ღვედის დამაგრებას. რამდენად მნიშვნელოვანია ეს და რამდენად აუცილებელია და უნდა გააკონტროლოს აუცილებელია, ვინაიდან ამას კანონი მოითხოვს და ამას აუცილებლად თუ იქნება, ხო, ფაქტი დაფიქსირდება და
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეამოწმებს სატრანსპორტო საშუალებას და აღმოაჩენს, რომ ან არ არის ღვედი, ან შესაბამისი რაოდენობის კამი არ არის და ბავშვები ფეხზე დგანან, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მძღოლისთვის. რაც შეეხება კვებას, განსაკუთრებით ახლა ალბათ საყურადღებოა უფრო საკვები, რომელიც არის მალფუჭებადი. რა საკვები არის დაშვებული ექსკურსიაზე და რა საკვები არის აკრძალული, თუ არის რაიმე ასეთი აკრძალვა? საკვების აკრძალვა და კონკრეტული ჩამონათვალი არ არის დადგენილი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს მალფუჭებადი, უნდა იყოს დაცული სანიტარო-ჰიგიენური ნორმები, რომელშიც ეს საკვები მოთავსდება და რითიც გადაადგილდება სატრანსპორტო საშუალება შესაბამისი პირობები უნდა იყოს. რეგულირებს ამ შემთხვევაში ამ კვებას, კვების რაციონს? არა, ამ შემთხვევაში რაციონი რეგულირდება უშუალოდ ექსკურსიის მონაწილეების მხრიდან და იმ ორგანიზატორ პასუხისმგებელი პირის მხრიდან, რომელიც აორგანიზებს ექსკურსიას. პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს სკოლის წარმომადგენელი თუ შეიძლება იყოს მშობელიც ამ შემთხვევაში, რომელიც აორგანიზებს ექსკურსიას, თუ ეს ექსკურსია შეთანხმებულია სკოლის დირექტორთან, აუცილებელია ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა სკოლაზეა. სკოლის დირექტორი განიხილავს ექსკურსიის ორგანიზატორის მიერ წარდგენილ განაცხადს და აძლევს თანხმობას ექსკურსიის განხორციელებაზე. ამ დირექტორის მიერ გამოცემული ინდაქტი უნდა კონდეს ექსკურსიის ორგანიზატორს ექსკურსიის მსვლელობის დროს, რომ შესაბამისი დაინტერესებული პირებისთვის იყოს შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ამ ექსკურსიის შინაარსს, გეგმას, მიზნებს, აქტივობებს, პასუხისმგებელ პირებს და სხვა იმ პირობების დაკმაყოფილების მხრივ მდგომარეობას. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ გაზაფხულობით, ახლა იცით, კლიმატური პირობების გამო არის გარკვეული საშიშროება გარკვეულ ლოკაციებზე და ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს რეკომენდაცია გაცემული, რომ ექსკურსიისთვის უნდა შეირჩეს ისეთი უსაფრთხო ადგილი, არ იყოს მეწყერსაშიში ზონა, არ იყოს წყალსატევებთან, მდინარეების პირას გასვლითი ღონისძიებები დაგეგმილი, ამ ხრივას ვაფრთხილებთ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც. სასტუმროს რაც შეეხება, ხა სასტუმრო საჭირო იქნება იმ შემთხვევაში, თუ ექსკურსია ორდღიანია და მამისებით მიდიან, ხო, ბავშვები, ამ შემთხვევაში უკვე სასტუმროს პასუხისმგებლობა დგება. რა თქმა უნდა, ორგანიზატორი წინასწარ ათანხმებს, ამოწმებს, რწმუნდება, რომ უსაფრთხო გარემოში გაათენებენ ბავშვები ღამეს. და ამ შემთხვევაში უკვე ორდღიან ექსკურსიას ხაზგასმით აღნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდში ჰქონდა დადგენილი მოთხოვნები, რომელიც უკავშირდებოდა ამ კოვიდის პრევენციას, თუმცა ამ ეპიდემიის დასრულების შემდგომ შეზღუდვა მოიხსნა ორდღიან ექსკურსიებზე, მაგრამ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი გვეუბნება, რომ თუ კი მანძილი მარშრუტის აღემატება 500 კილომეტრს, ამ შემთხვევაში ორი მძღოლი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებაში. კი ბატონო. რათა ისევ და ისევ დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება. კი ბატონო. ჩვენ გავიგეთ რეგულაციები, რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ გაინტერესებს ვინ ამოწმებს ამას? ანუ ისევ მივდივარ იმ ორგანიზატორზე, შეიძლება იყოს სკოლის წარმომადგენელი, შეიძლება იყოს მშობელი, შეთანხმებული დირექტორთან. ვინც გეგმავს ის ამოწმებს აი ამ ყველაფერს, ხო? ის ამოწმებს დირექტორიც, რა თქმა უნდა, დამატებით ჩართულია გადამოწმების პროცესში ეს ორგანიზაციის ეტაპზე. უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ ის აძლევს ნებართვას, ის გამოსცემს ინდაქტს, რომლითაც დგინდება, რომ უფლებამოსილები არიან ჩაერთონ ექსკურსიაში. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აუცილებელია არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა. თუ კი ეს მშობელი არ მიყვება ბავშვს ექსკურსიაზე, ორგანიზატორს უნდა ვერ გაყვება ნამდვილად, ამიტომ ორგანიზატორს უნდა კონდეს მათგან წერილობითი თანხმობაც. ეს ყველა დოკუმენტი ერთად უნდა იყოს ბუნებრივად შეგროვებული და დირექტორს გადაეცეს იმისთვის, რომ განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება ექსკურსიის ორგანიზებასთან დაკავშირებით. წეღან არ მახსოვს უბრალოდ ხომ არ გამომრჩა ის ვალდებულებები, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ვინც მიდის ექსკურსიაზე, მაგრამ არ მახსოვს პირველი დახმარების ჩანთა თუ უნდა არსებობდეს.
კი, აუცილებლად სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იდოს პირველადი დახმარების ჩანთაც და ცეცხლმაქრიც. ამას უკვე საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი ითხოვს. ამას უკვე ეს უნდა მოთხოვოთ მძღოლს, რომელიც ვალდებულია, ის ყველა პირობა იყოს დაცული, ღვედებიდან დაწყებული, რომელთაც აღჭურვილი უნდა იყოს, მაგრამ რითიც ბავშვები გადაადგილდებიან. იცით რა, მე მახსოვს ბავშვობაში ჩემს ექსკურსიაზე ხშირად მოდიოდა ხოლმე ჩვენი სკოლის ექიმი. თუ არის ახლა სკოლაში ექიმი, არ მაქვს სამწუხაროდ ამის შესახებ ინფორმაცია და თუ არის სავალდებულო დღეს ასეთი ადამიანის ექსკურსიაზე ყოფნა. სავალდებული ლოა აუცილებელია ყველა სკოლას, ყველა საჯარო სკოლას და ყველა კერძო სკოლას ყავს ექიმი ან ექთანი. იმ შემთხვევაში თუ ხო ექსკურსიების რაოდენობა ბევრია მოგეხსენებათ, ერთი სკოლიდან შეიძლება რამდენიმე ჯგუფი წავიდეს ერთი დღის განმავლობაში და ის ერთი ექიმი რა თქმა უნდა ყველას ვერ გაყვება და ერთი ექთანი, ამიტომ დაშვებულია ის ადამიანი მონაწილეობდეს აუცილებელია. დაშვებულია, ხო, აუცილებელია, მაგრამ დასაშვებია ისეთი პირი იყოს, რომელიც არ არის ექიმი, მაგრამ გადამზადებულია. პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ დონეზე. პირველადი დახმარებისთვის. ხო, იმიტომ მეც რომ ახსოვს ჩემი ბავშვობაში დავდიოდით ექსკურსიაზე, მაგრამ რა ღვედი, რა გამართული სატრანსპორტო საშუალება, რა ექიმი ნაკლებად იყო ბავშვს ის გვიხაროდა რომ ვეკიდეთ და მთელი კლასი უკანა სავარძელზე ვიყავით ხოლმე მოთავსებული. იმიტომ რომ იქ მასწავლებლები წინ ხდებოდნენ ხოლმე და ჩვენ უკან ვერთობოდით და ნუ ძალიან მიხარია ხო, იმიტომ რომ ბავშვი მაგ დროს არ ფიქრობს იმ საფრთხეზე რის წინაშე შეიძლება და რამდენი სამწუხარო ფაქტი ქონდა ამდენად. კი ბატონო, ყოფილა სამწუხარო ფაქტები და გამოცდილებას ვიძენთ და ვითვალისწინებთ ჩვენთვის უმთავრესი ბავშვია და ბავშვის უსაფრთხო. ამიტომ მაქსიმალურად არის გამკაცრებული კი ბატონო მოთხოვნები. რაც შეეხება ლოკაციას, რის მიხედვით უნდა შეარჩიოს ალბათ თავად სკოლამ ლოკაცია? ლოკაცია, როგორც გითხარით, ექსკურსიის მიზნიდან გამომდინარე უნდა იყოს შერჩეული. თუ კი სასწავლო, შემეცნებითი ექსკურსია, რა თქმა უნდა, შესაბამისი საგნის მასწავლებლის ჩართულობით იქნება შერჩეული და დაგეგმილი. გასართობი ექსკურსიები ახლა მოგეხსენებათ, შეიძლება კომბინირებული იყოს ექსკურსია და გასართობიც იყოს და შემეცნებითიც. ამდენად უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შეირჩევა და აუცილებლად ექსკურსიის მიზნებიდან გამომდინარე. რადგანაც ბავშვებს სწორედ ეგ მოწონთ, რომ ეს ექსკურსია არ უნდა გავდეს პროცესს, სასწავლო პროცესს და ეს მოწონთ, როცა თან შემეცნებითი არის, თან ტოვებენ შენობას და ნუ უნებრივია იძენენ. რა თქმა უნდა, ეს არის დაუვიწყარი გამოცდილება და საკვირველია. იმიტომ რომ ის ფოტოები ისე მახსოვს ექსკურსიაზე გადაღებული, პირდაპირ მაკავშირებს მე იმ ბავშვობასთან და იმ საუკეთესო პერიოდთან, რომელიც საუკეთესო მოგონებები უკავშირდება ძირითადად ექსკურსიებს, საერთო შეკრებებს, ბუნებაში გასვლას და ასე შემდეგ. დიახ, და ეს არაფორმალური განათლების მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება, ბავშვები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს, იცნობენ გარემოსაც, უკავშირდებიან უფროსებსაც და რა თქმა უნდა, მოგონებებიც რჩებათ ძალიან კარგი. ქალბატონო ეკატერინე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. შეგვაიარეთ იმ ინფორმაციით, რაც უნდა ვიცოდეთ მშობლებმა, რომ ვინც ვერ შეძლებს ბავშვს რომ გაყვეს ბავშვს ექსკურსიაზე, ის მაინც მოვიკითხოთ, რამდენად მზად არის სატრანსპორტო საშუალება იქნება ეს, ექიმი იქნება თუ სხვადასხვა ის რაც უნდა ვიცოდეთ.